გამარჯობა. დაიღალეთ ალბათ, მაგრამ ვეცდები მალე მოვყვე და მე ვიქტორინაც მალე ჩავატაროთ. მოკლედ დღევანდელი თოქი იქნება ფასქიებზე და რა უპირატესობები აქვს პაროლებთან შედარებით და როგორ გამოვიყენოთ ASP.NET-ში დაემატა მეათე ვერსიაში. ხო, ანუ რო დავიწყოთ, ანუ რა მინუსები აქვს პაროლებს. ანუ ერთი ის, რომ ანუ ადამიანთა დიდი ნაწილი, ანუ ეს რიცხვი არ მომიგონია, დავსერჩეთ და იქიდან გადმოვაკოპირე, მაგრამ მეცოტავება და ალბათ უფრო მეტია, ანუ 65%-ზე მეტი იყენებს ერთ და იგივე პაროლს სხვადასხვა საიტზე. რაც ცუდია, იმიტომ რომ მე ერთ საიტიდან რო გაიჟონება ინფორმაცია, იგივე პაროლით შევლენ თქვენს სხვა აკაუნტზე. და თუ ვერ შევიდნენ, იქ ან ერთიანს მიაწერენ ბოლოში, ან პირველ ასოს გაადიდებენ და მერე იმ პაროლით შევლენ. ხო, ანუ ეს მონაცემების გაჟონვა ძალიან ხშირად ხდება. ესეთი ვებსაიტი არის Have I Been Found, ესეთი URL-ი აქვს, სადაც ანუ გუშინ რო შევამოწმე 17 მილიარდი ჩანაწერი არის იმ პაროლების, რომელსაც გაჟონა. ანუ თქვენ ამ პაროლებს ვერ ნახავთ, შეგიძლიათ თქვენი მეილი ჩაწეროთ და ნახოთ რამდენ გაჟონილ, ანუ სხვადასხვა რამდენ data breach-ში არის თქვენი მეილი მოხვედრილი. ანუ მე ჩემი მეილი რო ჩავწერე, 17 data breach-ი არის, ანუ 17 საიტიდან გაიჟონა ინფორმაცია, სადაც ჩემი პაროლი შეიძლება clear text-ში არ ეწერა, იმედი მაქვს არ ეწერა. მაგრამ არც ჰეშის გატეხვა არის უკვე პრობლემა დღევანდელი გამოთვლითი სიმძლავრეებით. ნუ თუ დასოლტილი არის, კიდე არ აუშავს, მაგრამ ანუ ისიც არის უკვე lookup-ებით მზა, სადაც MD5-ის ჰეშს შეაწერთ, ეგრევე გიგდებთ უკვე, წინასწარ არსებობს ეს ბაზები და თუ არ არსებობს, ამის brute force-იც აღარ არის უკვე ძნელი დღევანდელ გამოთვლის სიმძლავრეებისთვის. და კიდე ერთი პრობლემა რაც არის ფიშინგი. და ჩვენ თუ გონია რომ დეველოპერები ვართ და ფიშინგის სხერფლი ვერ გავხდებით, აი სექტემბერში მაგალითად NPM-ის დეველოპერებს, რომლებიც NPM-ზე დებენ პეკეჯებს, რამდენიმე დეველოპერს მოპარებს პაროლი ფიშინგებით და ეს არ იყო რაღაცა პატარა პეკეჯები, ეს იყო ისეთი პეკეჯები, რომლებსაც ანუ კვირაში 3 მილიარდამდე დაუნლოუდი აქვს. ანუ საკმაოდ ისეთი ტექ გათვითცნობიერებულ ხალხს მაინც ფიშინგით მოპარეს პაროლები. და ფიშინგის მსხვერპლი თუ ვართ, იქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რთული პაროლია, მარტივი პაროლია, ორფაქტორიანი აუთენტიფიკაცია ჩართული თუ რა არის, მაინც ანუ თუ მოგატყუეს დახეული გაქვს მოკლედ. ხო, ანუ ეს მულტიფაქტორ ავტორიზაცია კი ქშველის, მაგრამ ანუ SMS-ია თუ ერთგვარადი კოდია, რომელსაც აპლიკაციაში ვაგენერირებთ, თავიანთი მინუსები აქვს. ანუ SMS-ები, რა ვიცი, საზღვარგარეთ წავალს და არ მოდის, ან გვიან მოდის, აქაც ხანდახან ცუდად იჭერს. SIM swapping-იც საქართველოში არ ვიცი, მაგრამ საზღვარგარეთ გავრცელებული პრობლემაა, ნუ ფიშინგისგან ვერ გვიცავს. ერთგვარადი კოდები შედარებით უფრო, ანუ ფიშინგისგან ვერც ერთგვარადი კოდები გვიცავს, უბრალოდ ცოტა უფრო კომფორტულია იმ ხრივ, რომ ოპერატორზე არ ვართ მიბმული, მაგრამ უსაფრთხო არც ეს არ არის, ანუ ესეთი ის არსებობს, ანუ თავდასხმა MFA ფათი ჰქვია, სადაც ანუ ბევრ პრომპტს გვიგზავნიან ტელეფონზე და შეიძლება ანუ სრულიად არ ელოდე ისე დაგეჭიროს იესზე, ან 10 ცალი პრომპტი რომ მოგივა, მერე შეგეშალოს მოკლედ ადამიანს და ერთი თუ წაგის და ხელი და yes დააჭირე, მორჩა უკვე აღარ გვეშველება იქ არაფერი. ანუ აქედან გამოსავალი არის ფასქიები და რაზე მუშაობს ეს ფასქიები, ანუ ამ ფასქიების საფუძველი, ანუ რაზეც დგას, ასე ვთქვათ, არის public key cryptography, ანუ ასიმეტრიული დაშიფრაციის ალგორითმები, სადაც ეს შედგება ორი ნაწილისგან, არის private key, რომელიც ჩვენია და არავინ არ უნდა იცოდეს და public key-ები, რომელიც ყველამ შეიძლება იცოდეს, ანუ იმითაც არის სხვა მიცოდეს, მაგრამ ამ public key-ს ვერაფერს ვერ იზამს. შეუძლია დარწმუნდეს ამ public key-ით, რომ ეს რაღაცა მესიჯი მთელია, ასე ვთქვათ, integrity არ დარღვეულა, ნამდვილად ჩვენგან არის და ასე შემდეგ, მაგრამ public key-ს ვერ დაშიფრავს, დეშიფრაციას ანუ ცუდს ვერაფერს ვერ გააკეთებს, რა. ანუ public key-ს იმიტომ ქვია public key, რომ
იმისთვის არის რომ public-ი იყოს მოკლედ. ანუ ეს public-ი კრიპტოგრაფია ბევრ რამეში გამოიყენება, ანუ იცით ალბათ, ხო? ერთ-ერთი გამოყენება არის passkey-ებშიც. ანუ აი რომ მოვიფიქროთ ანაირად შეგვიძლია რომ ავაწყოთ დალოგინების სისტემა ამ public-ი კრიპტოგრაფიაზე, შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაც, ანუ ჩვენი საიტი იქნება თუ ბრაუზერი იქნება თუ ასე შემდეგ და აგენერირებს რაღაცა საიტისთვის private და public წყვილს, გასაღებების, შეინახავს private-ის თავისთან, არ წავა ეს არსად, public-ი გაიგზავნება იმ საიტის სერვერზე. მე როცა შემინდა ამ საიტზე დალოგინება, რაღაც payloads ავიღებ, რომელშიც ჩავწერ რომ მე ვარ გიორგი, მინდა ამ საიტზე დალოგინება, ამ payloads-ზე გავაკეთებ signing-ს, ანუ ჩემს გარდა ვერავინ ვერ შეცვლის გზაში, იმიტომ რომ signed არის. ამას გავუგზავნი სერვერს აქვს public-ი და ამ public-ით შეუძლია რომ გააკეთოს ამის ვალიდაცია. და თუ ვალიდური აღმოჩნდება ეს მისული მესიჯი, მაშინ ჩათვლის რომ მე მართლა გიორგი ვარ და დამალოგინებს. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის რომ private key არასდროს ჩვენგან გარეთ არ გადის, ანუ არც სერვერზე მიდის, არც არსად არ მიდის. ანუ ეს იმისთვის რომ phishing-ისთვის რეზისტენტული იყოს, გვჭირდება კიდე ორი რაღაცა. ანუ მე თუ მაგალითად მოვტყუდი და შევედი fake.com-ზე, fake.com-ს რო payloads გავუგზავნი, იმაში უნდა ჩადებული იყოს ეს ჩემი payload-ი, ანუ მე რო საიტზე მინდა დალოგინება და გიორგი ვარ, ეს ჩემი identity, ასე ვთქვათ, ჩემი რომ მე გიორგი ვარ, ეს განკუთვნილი არის ამ საიტისთვის და ანუ ამ message-ში, რომელსაც მე ვაგზავნი, თუ მოვტყუდი და fake.com-ზე შევედი და მგონია რომ რეალურ საიტზე ვარ შესული, ანუ რომც შევიდე, ანუ ამ ჩემ payload-ში წერია რომ გიორგი ვარ და ლოგინდები fake.com-ზე, ეს არის ხელმოწერილი და ამ fake.com-ის დეველოპერები, ასე ვთქვათ, ამას ვერ აიღებენ და სხვაგან ვერ გამოიყენებენ, იმიტომ რომ ეს რადგან არის signed-ი, ხელმოწერილი არის ჩემი private-ით, ისინი ამას ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ თუ შეცვლიან, ამის ცვლიანობა დაირღვევა. ანუ რომც სხვა საიტზე შევიდე, ვერაფერში ვერ გამოიყენებენ ამ ჩემ ხელმოწერილ payloads. და მეორე იმისთვის რომ ანუ თუ რეალურ საიტზე შევედი და ვიღაცამ ასე ვთქვათ man in the middle გააკეთა და რაღაცნაირად დაიჭირა ეს ჩემი payload-ი, იმისთვის რომ ეს მერე ხელახლა ვერ გამოიყენოს, რაღაცა ერთჯერადი random data, რომელსაც სერვერი აგენერირებს ყოველი დალოგინების წინ, ანუ სერვერი გამოუგზავნის ამ browsers challenge-ს და ეს challenge-ი საიტის მისამართი და მე ჩემი username-ი ან ჩემი identity მოკლედ ეს მთლიანად იქნება ხელმოწერილი და ეს იგზავნება საიტზე. ანუ ვიღაცამ რომც დაიჭიროს ეს გზაში მეორედ ვეღარ გამოიყენებს, იმიტომ რომ ეს challenge-ი უკვე აღარ დაემთხვევა იმ challenge-ს, რასაც ის საიტი დააგენერირებს შემდეგ ჯერზე. ანუ ეს არის მოკლედ ის სამშენებლო ბლოკები, ასე ვთქვათ, რაზეც როგორც მუშაობს passkey-ები. ანუ ეხა ეს მე რაც მოვყევი, ანუ ეს ყველა დეველოპერმა ყველა იმაში თავიდან ხელით რო არ გააკეთოს და რთული გასაკეთებელია, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ნიუანსი არის აუთენტიფიკაციასთან დაკავშირებით, ადგა ჭკვიანი ხალხი ეს გადააკეთეს სტანდარტად მოკლედ, რომელიც არის ოფიციალური სტანდარტი, ჩადებული არის ბრაუზერებში ეს და ხელმისაწვდომი არის ყველა გავრცელებულ ბრაუზერში, ყველა ოპერაციულ სისტემაზე. ანუ passkey-ები არის ეს პროდუქტი, რასაც ქვია, ასე ვთქვათ. FIDO არის ანუ მე რაც მოვყევი ამის ოფიციალური რა ქვია, სპეციფიკაციის სახელი არის მოკლედ FIDO. Web Authentication-ი არის JavaScript-ის API-ები, რომლებიც ჩაშენებული არის სხვადასხვა ბრაუზერში, ანუ ყველა ბრაუზერში ჩაშენებული არის. Authenticator-ები არის ან hardware, ან software based სისტემები, რომლებსაც შეუძლია ამ private და public key-ების გენერაცია და ამ მთლიანი პროცესის ორკესტრაცია, ასე ვთქვათ, ანუ იქ ნაწილს ბრაუზერი აკეთებს, ნაწილს ეს authenticator-ი აკეთებს, მაგრამ ბრაუზერი და authenticator-ები ლაპარაკობენ ერთმანეთში, ჩვენ ამის დაწერა არ გვიწევს. მოკლედ ეს ბრაუზერში არის ჩადებული
იმ სტანდარტ ანუ ბრაუზერში რო არის ჩადებული ეს სტანდარტი, ეს უსაფრთხოებას მოკლედ ბრაუზერი და ოპერაციული სისტემა ერთმანეთში აგვარებენ, ასე ვთქვათ, ისე რომ ჩვენ არ გვიწევს მოკლედ ამაში ჩარევა და ამის ხელით იმპლემენტაცია. ანუ დაახლოებით ასე გამოიყურება ეს flow. აქეთ მარცხენა მხარეს არის ოსენთიკატორები, ანუ ეს შეიძლება ანუ Windows Hello-ს თუ იყენებთ კომპიუტერში დასალოგინებლად, ანაბეჭდით ან კამერით, ეს შეიძლება იყოს MacBook-ებში Touch ID და დანარჩენ მობილურებში კი იყენებთ ალბათ ის ანაბეჭდს. მეორე მხარეს არის ეს სერვერი, სადაც შევდივართ, რა საიტზეც შევდივართ იმის სერვერი და ქვემოთ არის კლიენტი, ბრაუზერი, ანუ ბრაუზერი უზრუნველყოფს იმას, რომ იმ payloads რო URL-ი მიყვება, წეღან რაც თქვი რომ URL-ი უნდა მიყვებოდეს აუცილებლად, ანუ იმას რომ ანუ საიტი ვერ მოგატყუებს და სხვა საიტისთვის განკუთვნილ დატას ვერ გაგაგზავნინებს, ამას ბრაუზერი აკეთებს, რომ ხარ შესული Facebook.com-ზე, ბრაუზერი უზრუნველყოფს იმას, რომ სხვა საიტის ფასკი არ აირჩევა და ის არ გაიგზავნება. ფასკიები არსებობს ორნაირი, მოკლედ ანუ ტექნიკურად რეალურად ერთნაირი არის, უბრალოდ ანუ შეგვიძლია შევინახოთ ერთ კონკრეტულ device-ზე, მაგალითად ამ ლეპტოპში ან ტელეფონში ან რაღაც device-ში. ან შეგვიძლია ეს private key, რომელიც რაგან თქვი რომ მარტო ჩვენია თქო, შეგვიძლია ანუ იმისთვის, იმიტომ რომ უფრო მოსახერხებელი იყოს, ეს cloud-ში ავტვირთოთ, მაგრამ password manager-ში მაგალითად დავსინქოთ და ტელეფონზე რო დავაყენებ რაღაცა საიტისთვის ფასკის, მე ლეპტოპზე რო მივალ, იქაც რო დავლოგინდები მაგალითად Bitwarden-ში თუ იყენებთ ანუ OnePassword-ში, იქაც ის private key იქნება. ანუ თუ მარტო ჩემ device-ში არის ეს ძალიან უსაფრთხოა, იმიტომ რომ იქ სპეციალურ hardware მოდულში ინახება, სადაც ვერაფერი ვერ მიწდება. თუ password manager-ს ან Google-ის password manager-ს ან რაღაც iCloud-ს გამოიყენებთ, ისიც ალბათ საკმაოდ უსაფრთხო არის, იმიტომ რომ ეს private key იქაც პაროლი ხო გვიდევს იმ iCloud-ზე იქნება თუ Google password-ზე თუ რაც იქნება და ეს private key თვითონ დაშიფრული მიდის იქაც. მაგრამ ისეთი უსაფრთხო არ არის, როგორც device ხოლო device-ზე რო ინახება. ანუ device-ზე შენახოს ის მინუსი აქვს, რომ თუ ტელეფონში ინახავ ფასკიებს, თუ დაკარგე ტელეფონი, ის ფასკიებიც დაკარგე და მე იმ საიტზე პაროლის აღდგენა როგორც გააკეთებდი, ისე უნდა გააკეთო იმ აკაუნტის აღდგენა. ან თუ თქვათ რამდენიმე ფასკი გაქვს ერთი ლეპტოპში და ერთი ტელეფონში, მაშინ არ აუშავს ლეპტოპი თუ ერთ-ერთი თუ დაკარგე, მეორეზე დალოგინდები და გექნება მაინც სდომა. ხო, არსებობს კიდე ესეთი ანუ მე მაგალითად ამაზე ვინახავ ჩემ ფასკიებს, ანუ ერთი ძირითადად იმისთვის, რომ ანუ ერთი device, ანუ ტელეფონს რო ახალი ტელეფონი რომ ექნება, ჩემი ფასკიები მაინც აქ იქნება, ახალი ლეპტოპი რომ ექნება, ჩემი ფასკიები მაინც აქ იქნება და ანუ არც cloud-ში ატვირთა მომიწევს ჩემი ფასკიების, არც ახლიდან დაყენება იმ ფასკიების, როცა ახალი device-ი ექნება, ანუ ფასკიებს ვინახავ ამაზე, ეს YubiKey არის ჩემი კონკრეტული device. ანუ hardware security key არის, მოკლედ ამაზე ინახება ფასკიების private key-ები. ხო, ანუ დასინქრონიზებული შეიძლება ანუ ამ ყველა გიგანტს თავისი სინქრონიზაცია აქვს, ან რომელიმე password manager-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ხო, ანუ ეს web authentication-ის API რო იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ანუ 2021-დან ყველა ბრაუზერში არის, ანუ Chrome, Firefox-ი, Safari ყველაში ჩადებულია. ეს ორი ძირითადი API არის, ერთი გამოიყენება რეგისტრაციის დროს, როცა რაღაც საიტზე რეგისტრირდებით, ანუ შეგვიძლია საერთოდ პაროლი არ გქონდეს და მარტო ფასკიები გქონდეს. ანუ GitHub-ზე მე მგონი შეგვიძლია ახალი აკაუნტის გაკეთებისას მარტო ფასკი გქონდეს, ანუ თუ ძველი აკაუნტი გაქვთ, პაროლი გექნება თავად ყველას, მაგრამ ახალი აკაუნტის გაკეთებისას შეგიძლიათ მარტო ფასკით დარეგისტრირდეს და მეორე API არის ბრაუზერის, ანუ JavaScript-ში, ანუ ეს ორი JavaScript-ის არის, ანუ მეორე არის, რომელსაც ვიყენებთ უკვე დალოგინების დროს. ანუ რეგისტრაციის flow არის აქ ნაჩვენები, ანუ
პირველად როცა შევდივართ, ერთი request-ი იგზავნება სერვერზე, რომელიც რაღაც option-ებს აბრუნებს, ანუ რა ალგორითმი იყოს, რა სიგრძე key იყოს და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ძალიან ტექნიკური დეტალებია, მოკლედ. მერე ამის მიხედვით გენერირდება ეს წყვილი გასაღებების, private key ინახება device-ზე, ან ისინქება cloud-ში, ეს data იგზავნება სერვერზე, სერვერი გააკეთებს ჩანაწერს, რომ აი ახალი user-ი დარეგისტრირდა და ეს არის ამის credential ID და public გასაღები და დალოგინებისას უკვე მიდის მხოლოდ ის payload-ი, რომ მე ლოგინდები ამ საიტზე და ეს არის ჩემი signature-ი, ეს არის ჩემი credential ID და ის სერვერი თუ გააკეთებს ამის ვერიფიკაციას დამალოგინებს. ეხლა ხო ანუ საკმაოდ გავრცელებული არის ეს აუთენტიფიკაციის მექანიზმი. ანუ ყველა ძირითად tech გიგანტს აქვს ამის ხარდაჭერა. ასევე TikTok-ს და OnlyFans. მე არც TikTok-ი მაქვს და არც OnlyFans-ი. ანუ ეს საიტი არის, სადაც წერია, რომ საიტებზე არის, იქიდან გადმოვაკოპირე და არისო და ალბათ გადისო ის ცნობილი ის რო არის. სამწუხაროდ ქართულ სისტემაში არც ერთს არ აქვს, არც TBC-ს და არც საქართველოს ბანკს. ანუ თქვენი OnlyFans-ის აკაუნთი უფრო უსაფრთხოა ამჟამად ვიდრე საქართველოს ბანკის ან TBC-ის აკაუნთი და იმედი მაქვს, რომ 2026-ში ასე აღარ იქნება. ASP.NET Identity-ში ჩაემატა მე-10 ვერსიაში out of the box, ანუ აქამდეც შეიძლებოდა რა თქმა უნდა ამის გამოყენება, უბრალოდ ის JavaScript-ის API-ები, რაც თქვი, ჩვენით უნდა დაგვეწერა იმის გამოძახება და server side-ით ჩვენ თვითონ უნდა დაგვეჰენდლა ამის შენახვა, ვალიდაცია და ასე შემდეგ, ანუ არ არის, ანუ 5 წლის წინაც შესაძლებელი იყო ამის გაკეთება ASP.NET-ში. ერთადერთი ეხა ის დაემატა, რომ .NET 10-ის Blazor-ის template-დან რო შექმნით პროექტს, უკვე ხდებათ იქ. თუ არ გინდათ Blazor-ის გამოყენება და სხვა ანუ ჩვეულებრივი ვების პროექტი გაქვთ ან რაღაც SPA frameworks იყენებთ და server-side ASP-ს იყენებთ, რა თქმა უნდა, ისევ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს API-ები ყველაფერი ASP.NET Identity-ში არის, უბრალოდ ხელით დაწერთ ამის გამოძახებას კლიენტის მხარეს ბრაუზერში და სერვერის მხარეს ASP.NET Identity-ს თუ იყენებთ იმ კლასებს და იმ მეთოდებს, რაც ფასკიებს ემუშავება, ჩვეულებრივად გამოიყენებთ. აქ არის ჩამოწერილი მოკლედ ამ Blazor-ის პროექტს რო შექმნით ის key ადგილები, ძირითადი ადგილები, სადაც ხდება ფასკიებთან მუშაობა. ანუ ეს PASCII submit კომპონენტი არის, რომელიც ემუშავება ბრაუზერის მხარეს. ორი ცალი endpoint-ი იქნება, რომლებიც აბრუნებს აკაუნთის შექმნის დროს და დალოგინების დროს option-ებს, რომლებიც სჭირდება ბრაუზერს იმისთვის, რომ ჩაატაროს ეს flow და ASP.NET Identity-ის ის მეთოდები, რომლებიც ბაზაში ინახავს ამ PASCII-ებს და ვალიდაციას აკეთებს და შემდეგ დალოგინებას აკეთებს. თუ ASP.NET Identity-ს არ იყენებთ და იყენებთ Identity server-ი რო არის ცნობილი ბიბლიოთეკა და სისტემა SSO-თვის თუ იყენებთ იმას, იქაც რა თქმა უნდა ჩაშენებული არის PASCII-ების ხარდაჭერა, მე ალბათ აქამდეც იყო, არ ვიცი. ისიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. აი ახლა ერთ დემოს გაჩვენებთ და მე დამთავრდება მოკლედ. ანუ ერთი უბრალოდ რომ დატესტოთ, ახლა ეს ჩემი დაწერილი არ არის, ეს მზა ვებსაიტი არის, სადაც შეგიძლიათ ეს PASCII-ები დატესტოთ, როგორ მუშაობს. ამ საიტზე უკვე დარეგისტრირებული ვარ, ამიტომ პირდაპირ შემიძლია sign in with a PASCII დავაჭირო და აქაც ჩანს ხო, ანუ ესეთ რაღაცას ამოაგდებს. ანუ ეს არის Windows-ის
ჩაშენებული ფანჯარა, მოკლედ ეს ბრაუზერის ფანჯარა არ არის და უსაფრთხო ფანჯარაა, მოკლედ. აქ თვითონ იპოვა ეს ფასკი, რომელსაც არის იმის შესაბამის ფასკის პოულობს. ეხლა შემიძლია თითის ანაბეჭდზე ჩამოუსვა, ასე ვთქვათ, და დავლოგინდები. ხო, რაღაცა მოვიდა ამ ფასკის, შეიძლება აკაუნტი წავშალე, მე არ მახსოვს. მაგრამ შეგვიძლია მაშინ დავრეგისტრირდები. რეგისტრაციის დროს ეხლა მეკითხება ფასკი შენახვა სადგინდა, შემიძლია ამ device-ში შევინახო, შემიძლია one password-ში შევინახო, შემიძლია iPhone-ში, Android-ში ან სხვა device-ში შევინახო და შემიძლია security key არის, აქ რაც მაქვს დაკავშირებული, ამაში შევინახო. ამ კომპიუტერში თუ შევინახავ, ესე შეინახა ფასკი და დამალოგინა. ეხლა თუ დავლოგაუთდები, დალოგინებისას გამოვა ისევ ეს პანჯარა. თუ მაგალითად ტელეფონში მაქვს შენახული ფასკი და რაიმე კომპიუტერზე ვლოგინდები, აქ შემიძლია მაგალითად თქვა, რომ ტელეფონზე რომ მქონდეს ამ საიტის ფასკი შენახული და ამ კომპიუტერზე არ მქონდეს, მაშინ ესეთი ფუნქციონალიც არის გათვალისწინებული ამ ფუნქციონალში, ამ სპეციფიკაციაში, რომ ამ QR კოდს დავასკანერებ ტელეფონიდან და რადგან ტელეფონში ფასკი მაქვს შენახული, ტელეფონზე დავადასტურებ, რომ შევდივარ და მე ამ საიტზე დამალოგინებს კომპიუტერში. რაღაცა ახალ კომპიუტერზე თუ მოხდით, ან თქვათ, რა ვიცი, სადღაც ხართ და არ გინდათ თქვენი პაროლი აკრიფოთ, იმიტომ რომ არ ენდობით იმ კომპიუტერს, შეგიძლიათ ტელეფონზე გააგრძელოთ დალოგინების flow. ან უბრალოდ ახალი device თუ არის. ეხლა ეს ეს Blazor-ის პროექტი მაქვს აქ შექმნილი, პირდაპირ file new project-დან რაც გავაკეთე, იქ პირდაპირ ჩაშენებული არის ფასკიების ფუნქციონალი. ეს მონაცემთა ბაზა არის ამისი, SQLite-ში არის შენახული. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ესეთი ცხრილი არის ASP.NET user ფასკის, სადაც ეხლა ორი ფასკი მაქვს შენახული, წერია user ID, ერთი და იგივე user-ზე მაქვს ორი ფასკი მიმული და რაღაც JSON-ში შენახული რაღაც ბლობი არის, სადაც წერია ჩემი public key, წერია ასე შემდეგ რაღაც მონაცემები, რა ალგორითმი არის და ასე შემდეგ. ეს passkey submit Razor.js-ში, ეს JavaScript-ის მხარე არის, რომელიც პირდაპირ მზა არის ამ Blazor-ის პროექტში. როცა პირველად რეგისტრირდები, მაშინ იძახებს ამ endpoints, საიდანაც ბრუნდება ის ოპშენები, მოკლედ, რამხელა უნდა იყოს გასაღები და ასე შემდეგ. ასევე შეგიძლიათ მაგალითად მოითხოვოთ, რომ მხოლოდ ბიომეტრიით დაადასტუროს, ან მხოლოდ device-ზე შეიქმნას პასკი და დასინქვა არ შეიძლებოდეს და ასეთი რაღაცეები. ეს endpoint-იც პირდაპირ ჩაშენებული არის Blazor-ში. მაგალითად, ეს არის passkey creation options-ი, ეს რაც აბრუნებს, აქ შეგიძლიათ ნახოთ. და ამ ოპშენების მიხედვით იძახებს მე ამ navigator credentials create-ი, წეღან რომელიც ვაჩვენე. დალოგინების ნაწილი არის ეს ფუნქცია JavaScript-ის მხარეს და ამის შესაბამისი ფუნქციები არის უკვე მე back-ში, რომელიც საკეთებს, მაგალითად ეს არის დალოგინების ნაწილი, ეს მიიღებს front-დან იმ JSON-ს, რომელიც მე თიც ჩამოусმევ და ხელი მოეწერება ამ ინფორმაციას sign-in manager-ში ამ passkey sign-in asyncs-ს რო გამოვიძახებ, ეს გააკეთებს ამის ვალიდაციას და დამალოგინებს თუ ვალიდური არის. აქვე
ამ ფასკის ფაილებში არის ახალი ფასკის დამატება თუ გვინდა რომ გავაკეთოთ. ანუ ეს აკეთებს ისევ ვალიდაციას, როცა ფასკის შენახვას ვაკეთებ და ეს თუ ვალიდური არის, მაშინ აკეთებს ამ ფასკის დამატებას ბაზაში user-ზე. ანუ ეხლა ეს რო გავუშვა, აქაც უნდა დავლოგინდე წესით იმ ორი ფასკით, რაც წეგან შევქმენი. ანუ აქ უკვე დალოგინებული ვარ. ორი ფასკი მაქვს შენახული, ანუ ერთი ლოკალურზე არის ამ ლეპტოპში შენახული და მეორე ამ security key-ზე. ეხლა მაგალითად რო დავლოგაუთდე, შემიძლია დავლოგინდე ან ამ ფასკით, რომელიც აქ ლეპტოპში მაქვს შენახული პირდაპირ ამითი. ან შემიძლია დავლოგინდე იმ ფასკით, რომელიც ამ security key-ზე მაქვს შენახული. ანუ ეხლა პინი უნდა ავკრიფო ამ ფასკის, ანუ რო დაკარგო სხვა ვერ გამოიყენებს. ეს hardware არის, ხო? კი, ეს hardware არის. და ეხლა დავლოგინდი იმ ფასკით, რომელიც ამ არ ჩანს. დაიჯერეთ. ეთყობა ის ფანჯარა რო ამოვიდა, ის რადგან secure ფანჯარა არის, მაგიტო ითიშება ის. ანუ ეხლა ეს რადგან localhost-ზე მაქვს, ტელეფონიდან ვერ შევალ აქ, მაგრამ ტელეფონიდანაც შემიძლია რომ იგივენაირად თითისანაბეჭდით დავლოგინდე. ანუ ერთი შეზღუდვა, რაც თვითონ ამ template-ში არის, ის არის რომ მარტო ფასკი ვერ გექნება, ანუ ჯერ უნდა user-ი შექმნა და პაროლი ქონდეს და მერე შეგიძლია ფასკიების შექმნა, თორე ეს ამ template-ის შეზღუდვა არის, ასე ვთქვათ, რეალურ ცხოვრებაში თქვენ საიტზე შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, რომ მარტო ფასკი ქონდეს user-ს და პაროლი საერთოდ არ ქონდეს. ხო, ანუ ეს არის ლინკები. ეს არის ლინკები მოკლედ სასარგებლო რესურსებზე. თუ რამე კითხვა გაქვს, კითხვას უპასუხებ და ეს QR კოდი არის დღევანდელი ივენთის, ანუ მთლიანად ივენთის და არა ამ თოკის feedback-ის ფორმის, სადაც გთხოვთ, რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ. ამაზე მივეთქვი, ძალიან მადლობელი ვიქნები თუ feedback-ს დაგვიბრუნებთ. ხო, რას ფიქრობთ და რა გქონდეთ დაანჩეს ნახავთ Google Forms-ში. Okay. გამარჯობა. ესეთი კითხვა მაქვს, რა თქვენ ნახსენეთ, რომ პირველ ჯერზე როცა ავტორიზაცია ხდება, იქ მის ხელმოწერილი ინფორმაცია რეალურ payload-ში და რაც მე მაქვს გაწერილი, ერთ ვინმე გზაში, ესე ვთქვათ, დაიჭირა, იმით ვეღარ გაივლის ავტორიზაციას, თუნდაც სიტყვაზე გავხდე phishing-ის მსხვერპლი რა. ან მან მაინტერესებს ეს ხელმოწერა ყოველი payload-ის ჭრილში ხდება თუ როცა ავტორიზაციას გავული რაც ტოკენს მიbrunებს სერვისი და მე ყოველ ჯერზე იმ ტოკენით გავდივარ ავტორიზაციას როგორც bearer-ის ავტორიზაციის სქემაში. ავტორიზაციას რო გაივლი, მე ანუ როგორც იმ საიტ username და პაროლით დალოგინებულიყავი, მე როგორც იმუშავებ და ის საიტი ეხაც ისე იმუშავებს ის საიტი, უბრალოდ პაროლით კი არ ამტკიცებ, რომ შენ ხარ ამ ხელმოწერილი payload-ით ამტკიცებ, რომ შენ ხარ, თორე ის მერე cookie-ში ჩაწერს, რომ დალოგინდი თუ ტოკენს გამოაგზავნის და ფრონტი ტოკენით იმუშავებს, ეს როგორც პაროლზე იყო, ისე იქნება იმ შემთხვევაშიც. მაგრამ დალოგინებისას და ანუ ხელახლა დალოგინებისას ამ payload-ზე ხელმოწერა და ეს მთელი flow მოხდება ისე როგორც თქვი, როგორც მოვყევი რა. შეკითხვები? Okay, ძალიან დიდი მადლობა.